ახლა ამ თემას ჩვენ სტუმრებთან ერთად განვავრცობთ. იაგო ხუჩია მერაბ-მეტრაული სახელმწიფოებისა ბატონობა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. ესეთი პრინციპით შევარჩიეთ მომხრე და მოწინააღმდეგე. ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაგვიმტკიცოთ მე თუნდაც როგორც არ ამწეველს რა უარყოფითი მხარეები აქვს შემოთავაზებულ გეგმას. მოდით იაგო თქვენგან დავიწყოთ, ვიცი მერაბი რომ მომხრეა, აქტიურად იბრძვის და აქტიურად უჭერს მხარს ამ აკრძალვებს. ჩვენ გირჩი ყველა საკითხს, რომელიც საზოგადოებაში ხდება, ასეთ მთავრობა გვთავაზობს, უყურებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონტექსტში. ეს ადამიანის თავისუფლებას, ადამიანის უფლებას აფართოვებს თუ ამცირებს. და ვართ ნებისმიერი რეგულირების წინააღმდეგი, რომელიც ადამიანის თავისუფლებას ამცირებს. ანუ შეგიძლიათ აი ეს პრინციპი გაიაზროს ქართულმა ხალხმა და გირჩის პოზიცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით იქნება გასაგები. ჩვენ ვემხრობთ იმას, რომ ადამიანი და გვჯერა რომ ადამიანი არის გონიერი არსება და გვჯერა რომ საქართველოს მთავრობაზე უკვე ან ნებისმიერ სხვა მთავრობაზე უკეთესად მას შეუძლია მოუაროს საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩვენ არ ვამბობთ რომ სიგარეტის მოწევა არის კარგი. ხო, თუ გონიერი არსებაა და საკუთარ თავს უნდა მოუაროს, პირველ რიგში სიგარეტს უნდა დაანებოს თავი. არ მეთანხმები. მე საერთოდ არ უყურებ ასე, თუ უნდა დაანებოს, თუ უნდა დაანებოს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ ვართ მეტი. თუ ამ ლოგიკას გავყვებით თქო, ახლა მე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ სიგარეტის მოწევა მიღებული სიამოვნება უფრო მეტია, ვიდრე იჯანმრთელობის ზიანი, რომელიცაც სიგარეტი აყენებს ადამიანის სხეულს. ამიტომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ სამედიცინო დასკვნები არსებობს, სიგარეტი რომ ჯანმრთელობისთვის მარგებელი არ არის, იცის ყველამ. ახლა რა შედეგები მოყვება და რატომ არის ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს ნაბიჯი. რასთან გვაქვს საქმე? როდესაც სამთავრობო დაწესებულებებში, შენობა ნაგებობებში მოწევა იკრძალება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი პრეტენზია არასოდეს არ გქონია, იმიტომ რომ ის არის რაღაც საჯარო სივრცეა და იქ შესაძლება იმას ფაქტობრივად მესაკუთრე არ ყავს, ყველა ამის მესაკუთრე, ამიტომ შეიძლება რაღაცა ლოგიკა იყოს იმაში, რომ თქვათ აქ აკრძალოთ მოწევა. მაგრამ როდესაც საქმე ეხება კერძო დაწესებულებებს, კერძო რესტორნებს, კერძო შენობა ნაგებობებს, სადაც მესაკუთრე და შემოსული სტუმარი თანხმდებიან იმაზე, რომ ამ ადგილას დაშვებულია სიგარეტის მოწევა. არამწეველი ადამიანებისთვის თავიდანვე არის გასაგები, რომ ისინი თუ მოხვდებიან ამ ადგილას, მათ მოუწევთ აიტანონ დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია მესაკუთრის და სტუმრის უფლება რო იზღუდება. თქვენ არანაირ უფლება არ გაგაჩნიათ. ეს არ არის საჯარო სივრცე. ვინც არ მეწევით, იმათ არ გაგაჩნია უფლება. არა, ცხადია არ გაგაჩნიათ, იმ შემთხვევაში სადაც მე ვსაუბრობ. არ არსებობს კერძო დაწესებულებაში შესვლის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ ეს არის საჯარო სივრცე. ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა. არანაირი საჯარო სივრცე ეს არ არის. ეს არის კერძო დაწესებულება, ეს არის მესაკუთრის საკუთრება. თქვენ რო შემოდიხართ ჩემს სახლში, ვალდებული ხარ დაემორჩილოთ თამაშის წესებს, რომელიც მე მაქვს ჩემს სახლში დადგენილი. ჩემი სახლი და ჩემი კაფე არ განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ორივეზე პასუხისმგებლობა მე მაქვს აღებული. ორივეში ბატონ პატრონი ვარ მე ვადგენ თამაშის წესებს. აქ ჩემთან ეწევიან. არიან ადამიანები, რომლებიც შემოვლენ და არ მოწევენ, მაგრამ სხვებს არ შეუშლიან ხელს საკუთარი თავისუფლების დადგენა. ეს არის სულ. ახლა მერაბს რა საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს? ხო, ახლა გირჩთან კამათი ჩემთვის რთულია, იმიტომ რომ ახლა გირჩი არის პარტია და მას აქვს თავისი იდეოლოგია და გასაგებია ახლა მათი იაგო ასეც ფიქრობს. მათი იდეოლოგია არის პარტიის ამიტომ ის არის ხო, ამ იდეოლოგიის გამო ამ პარტიის წარმოადგენელი. ის რომ თქვა რაღაცა ყველაფრის უფლება აქვს ადამიანს. დაახლოებით ესე გამოდის. ხო, რადგან ადამიანია თავისუფალი, მას აქვს ყველაფრის უფლება, მაგრამ ხო, გიცით ცნობილი გამონათქვამი, ხო, შენი უფლება, თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მიხეილ სააკაშვილმა მოდიხარ, ჩვენ რო თაქთაქიშვილის ცხვირია. ხო, აქ ცხვირი ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ჩემი ცხვირი სადაც იწყება, შენი უფლება მთავრდება, იმიტომ რომ სწორედ ჩემი ცხვირი იღებს პირველ დარტყმას იმ კვამლის და მერე ფილტვები და ასე შემდეგ. შესაბამისად, შენ კი ადამიანი თავისუფალი არსება და მას აქვს რაღაც ახალების უფლება, მაგრამ მისი უფლება სადღაც მთავრდება, როცა სხვას აზიანებ, მთავრდება. მაშინ მივცეთ ადამიანებს უფლება მოკლან სხვა ადამიანი. თავისუფლ გონიერი არსება და თვითონ გადაწყვეტოს, უნდა მოკლავს სხვას, თუ არ მოკლავს სხვას და ნუ დაარეგულირებს ამას კანონი. სახელმწიფო თუ ჩვენ გერჩის იდეოლოგიას გავყვებით, გამოდის რომ სახელმწიფო საერთოდ არ არის საჭირო, იმიტომ სახელმწიფო არსებობს პროექტში იმის, რომ რაღაც თავისუფლებები შეგიზღუდოს. სახელმწიფო არის ლეგიტიმური მოძალადე, რომელიც რაღაც რეგულაციებს გიწესებს, კანონებს გიწესებს. კანონი მაგისთვის არსებობს, ხო? დაგიწესა კანონი, რაღაცებს გიზღუდავს. გიზღუდავს იმას, რასაც შენი მორალი ვერ არეგულირებს. ანუ მაგალითად, შენი მორალი თუ ვერ არეგულირებს იმას, რომ შენ არ მოიპარო, ანუ არ აქვს ისეთი მორალი, რომელიც შეგზღუდავს და გეტყვის, რომ არ მოიპარო, კანონი გიდგენს, რომ არ უნდა მოიპარო. თუ შენი მორალი ვერ არეგულირებს იმას, რომ ადამიანი არ მოკლა, კანონით გზღუდავს სახელმწიფო, რომ არ მოკლა. ასეა თუ შენი მორალი იმას ვერ არეგულირებს, როცა შენ ხარ წეველი და შედიხარ სადღაც სახინკლეში და იქ ხედა უამრავი ადამიანის ქალები, ბავშვების ხედან.
და შენ იმის შეგნება არ აქვს რომ იფიქრო ერთხელ მაინც რომ იქნება ადამიანების ხედან რომელსაც აწუხებს სიგარეტი და მოდიმე არ მოვწევ და შენი სიამოვნების გამო ფეხებზე კიდია მთელი დარბაზი ქალების ბავშვების და ეწევი მაინც მაყურებელს პატივი ანუ ნუ მე ესე უყურებ ამას ხა წამოიდგინე წეველები ძალიან აღშფოთენ რომ ჩვენი უფლებები ირღვევაო და მე მაინტერესებს ამ წეველებს როდესმე უფიქრიათ არამწეველების უფლებებზე როცა შესულან სახინკლეში აი ერთი მწეველი მაინტერესებს თუ დაფიქრებულა ხა მეორე მხრიდან ჩემხედოთ დავასრულებ თუ შეიძლება ძალიან ბევრ წეველს ვკითხე ასეთი რთულია თუ შეიძლება დავასრულებ ერთი წეველი მაინც მაინტერესებს რომ შესულა რესტორანში თუ დაფიქრებულა რომ აი აქ რო ხალხი ზის ეხლა მე რო გავაბოლებ იქნება ვინმეს არ სიამოვნებს დაფიქრებულა ამაზე იქნება ვიღაცა ავათარი ბრონხები აწუხებს იქნება ბავშვია არც ერთი არ დაფიქრებულა ხო ოღონდ ჩემი გავისწორო და სიამოვნებს და საერთოდ არ აინტერესებს იაგოს პასუხი ქონდა მაშინ და შეეგუოს ან დატოვოს ის ტერიტორია ხო შესაბამისად ანუ რასაც იაგო და გირჩი ქადაგებს ხო ეს იყო დაახლოებით რასაც ბენდუკიძე ამბობდა ხო მაგალითად იგივე რეგულაციებზე ამბობდა რომ რესტორანი არის კერძო საკუთრება და რატო უნდა შეამოწმოს სახელმწიფომ მოწამულ ხორცს ყიდის თუ არ მოხდა გახსოვთ თქვენ სურსათის უნებლობა გააუქმეს ხო და საბოლოოდ რაზე იყო ხო საუბარი რომ ბენდუკიძე ამბობდა რომ იცი რა რო შეხვალ ერთხელ და მოიწამლები მე აღარ შეხვალ და ეს რესტორანი დაიხურება რატო უნდა იმაზე არ მიდავოთ მოწევა კარგია ცუდია ამაზე გვაქვს ჩვენ ვსაუბრობთ სწორი განაცხადება მიიღო რა თქმა უნდა სწორი განაცხადება მიიღო კაცობრიო ცივილიზებული ქვეყნები კლუბებზე შენ ამბობ კლუბებზე წერდი ბლოგიც დაწერე ამასთან დაკავშირებით ძალიან რთული იქნება ერთი ამის ადმინისტრირება რეგულირება ხო ეგეც ხო საკითხია და რა ვყოთ იმ ადამიანებს რომლებიც ხშირად კლუბში იმისთვისაც მიდიან რომ თლიანად განიტვირთონ და მათ შორის მოწევს სიგარეტი ანუ ირგინონ გარეთ როგორ რეგულირდება ეს სხვა სახელმწიფოებში ხო არ განმოგვიყვება ესეთი სხვადასხვანაირი მაგალითად ჰოლანდიაში ვიცი რომ კლუბებშიც აკრძალულია მოწევა მაგრამ ამ შემთხვევაში კლუბები კიდე ცოტა ცალკე სპეციფიკა ასევე სხვა საკითხია ადმინისტრირება ეს ადმინისტრირება თუ ვერ მოხდა კანონით დარჩება ქაღალდზე დაწერილი ეს მეორე თემა ეხლა ჩვენ დავობთ იმაზე რომ ეს უნდა აიგზავნოს თუ არა ეს ხო ჩვენ არ მოგვიგონია ხა საქართველოს ხო არ იგონებს ველოსიპედს ყველა ცივილიზებული ქვეყანა მივიდა ამ დასკვნამდე რომ ეს უნდა აიგრძალოს სხვანაირად ეს ვერ რეგულირდება წეველები მაგალითად ამბობენ რომ იქნება რაღაცა ზონა გამოგვიყონ ეს შეუძლებელია იმიტომ დღესაც არის ეს კანონი ესე დაშვებული ზომები მაგრამ სადმე სრულდება რა კვამლისთვის ზონა არ არსებობს იმ კვამს შენ რაღაც შირმას ვერ ამოაფარებ ხო კვამლი თელ ოთახში ვრცელდება მაშინ შენ რა უნდა ხაიცი ხო ყველა რესტორანს ყველა კაფეს უნდა დაავალდებულო რომ კონდეს ორი იზოლირებული დარბაზი ეს ტექნიკურად შეუძლებელია იმიტომ ზოგიერთი კაფე არის რომ 15 კვადრატია გახსნილი მაშინ გამოდის დასახურად ხო შესაბამისად რთულია ამის გაკეთება მერაბის ჯელობაში ჩვენ გვაქვს საქმე სახელმწიფოს როლის არასწორ გაგებასთან რა ევალება სახელმწიფოს რის გამო შეიქმნა ის სახელმწიფო შეიქმნა ჩვენი სიცოცხლის თავისუფლების და საკუთრების დასაცავად სინამდვილეში მოცემულ შემთხვევაში ჩვენი არგუმენტი არ არსებობს სიგარეტის მოწევის უფლება ან სიგარეტის არ მოწევის უფლება რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ ჩემი აზრით სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთრების უფლება ჩვენ ამას ვითხოვთ აი ამ ჭრილიდან უყურებთ ამ საკითხს და ვფიქრობთ რომ კონკრეტულ ადგილას ვიღაც წეველი თუ არამწეველი ადამიანის უფლების დაცვაზე უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი მესაკუთრეს უფლებების დაცვა. შენ თუ შედიხარ ამ კაფეში, სადაც აი მაგალითად მერაბი არ ვიცი რატო ლანძღავს საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც შედის იმ რესტორანში, სადაც მოწევა დაშვებულია. მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც იგზიან და არ ეწევიან, იციან რომ შედიან ისეთ ადგილას, სადაც სხვა ამისახელე ერთი ქართული რესტორანი, სადაც მოწევა აკრძალულია. დამისახე მაგდონალდში მაგალითად შეგიძლიათ შეჭიდეთ ქართულ რესტორანზე გული ქართული წვადი ქაბაბი არ ვიცი ეგეთებიც შეიძლება იქნება ეგეთიც იქნება მე არ გამიგია არა hard rock cafe არის ერთ კაფეებს იპოვი რა და როცა შენ გახსენდი გექნება ერთადერთი რესტორანი არ ვიცი რატო არ გახსენს ბიზნესმენმა თუ ეს ბიზნესმენმა რა ვიცი და შეიძლება იყოს კიდე თუნდაც მე არ ვიცი არ მომზადებულა რომელი რესტორანში არ ეწევენ მაგდონალდსი არის ვენდისი არის მაგდონალდსი ავლაპარაკო მაგალითად ხინკლის ჭამა მინდა ისე რომ არ უყლაპო სიგარეტი სახში მოიტანე არის შეუკვეთა დარეკები მოგიტანე შენ მეუბნები რომ იმის გამო რომ აი მინდა რომ რაც აზე დავასრულო მართლა სადაც მინდა იქ მინდა მოვწიო თქვენ არამწეველებმა რესტორანში არიაროთ კლუბებში არიაროთ იჯექით სახში და იყავით იქ მაიცა თუ შეიძლება დავამთავროთ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ანუ რისი უფლება უნდა ქონდეს რესტორანში ადამიანს ეს ვინ შეიძლება გადაწყვიტოს რესტორნის მესაკუთრეზე უკეთესად ვინ ყავს უფრო ლეგიტიმური გადამწყვეტი ამ საქმის თქვენ მეუბნებით რომ რაიონის გამგებელი ან პოლიციის უფროსი არის უფრო კომპეტენტური და უფრო აი მორალურად გამართლებულია რომ მან გადაწყვიტოს რესტორანში რა წესები ფუნქციონირებს თუ რესტორნის მესაკუთრეზე ჩვენ ვამბობთ რომ მე კი არ ვამბობ რომ რესტორნის მეპატრონი რომელიც აკრძალავს თავის კაფეში სიგარეტის მოწევას ის ადამიანი არის ამორალური და ის არღვევს ვიღაცის უფლებებს არ არსებობს ეგეთი უფლება სიგარეტის
მოწევის უფლება არ არსებობს. უბრალოდ საუბარი არის სხვა რამეზე, რომ არსებობს საკუთრების უფლება და საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მე როცა ვარ ნივთის მე საკუთრება, ნივთი არის კაფე ბარიც, ამ ნივთთან დაკავშირებით წესებს ვადგენენ. თუ ჩვენ ამ წესისგან გადაუხვევთ, ეცა მე რა დავასრულებ რა. თუ ამ წესისგან გადაუხვევთ, ეს არა აქვს მნიშვნელობა, სად იქნება გადახვევა. ნებისმიერი ნაბიჯი ამ წესისგან გადახვეული არის ნაბიჯი თავისუფლების შეზღუდვისკენ, ნაკლები თავისუფლებისკენ და მე არ მესმის ადამიანებს საქართველოში, მათ შორის წეველებს თუ არ წეველებს, როგორ შეიძლება უხაროდეთ ნაკლები თავისუფლება. როგორ შეიძლება გიხაროდეს, როდესაც მთავრობა გართულებს თავისუფლებას. იაგო, შენ იურისტი ხარ და იურისტებს ამას პირველ კურსზე ასწავლია, რომ კანონი სწორედ არის თავისუფლება, რაღაცას გიზღუდავს, რასაც შენი მორალი ვერ გიზღუდავს, იმას მე გიზღუდავს კანონი. დამთავრდა. ამისთვის მოიგონა კაცობრიობამ კანონი. შესაბამისად, რადგან შენ მორალი ვერ გიზღუდავს იმას, რომ სხვა ადამიანს პატივისცე და ქალები და ბავშვები რო შედან და მაინც ეწევი, ხო, ამას შენი მორალი და ვერ გიზღუდავს, ვიძულებული ვარ მე კანონით შეგიზღუდო, დამთავრდა. თუ შენი მორალი ამას შეზღუდავდა და მე პატივს ვცემდი, სახლი რა მნიშვნელობა აქვს? მე შენზე ადრე შევედი რესტორანში, დაუშვათ 1 საათით ადრე შევედი და არ ამწეველია, შემოხვედი, მეკითხები, არ მეკითხები არაფერს. დასავლეთ ქვეყნებში სადაც მიმართეს ასეთ პრაქტიკას, იქ არ იცავენ საკუთრების უფლებას. თუ შეიძლება ერთი კითხვა და ეს მინდა, იქ სადაც სუბრის სტატუსი ხარ და გასაგებია. იქ სადაც მიიღეს ესეთი ნორმა დადგენილი კანონის დონეზე, დასავლურ სახელმწიფოებში შეგერ ჰოლანდიის მაგალითი მოიყვანა. იქ არ იცავენ საკუთრების უფლებას? ესე გამოდის? ესე ვთქვათ რა, ცხადია ამ ნაწილში არ იცავენ საკუთრების უფლებას. გასაგებია, როდესაც მე კერძო მე საკუთრეს უკძალავს საკუთარ შენობა და დაწესებულებაში წესების დადგენას, ცხადია ეს არის საკუთრების უფლების შეზღუდვა. თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი აზრით, რომ დასავლეთში რაც ხდება, ავტომატურად უნდა გადმოვიღოთ თუ არა და ყველაფერი გადასარევი ხდება თუ არა იქ, არასოდეს არ მithქვამს ეს დასავლეთში, ანუ აფრიკაში არ წარმოშობილა ფაშიზმი. ფაშიზმი წარმოიშვა დასავლეთის ქვეყნებში. იტალიაში წარმოიშვა, ხო, გასაგებია და რა ვიცი 20-იან წლებიდან 70-იან წლებამდე სხვადასხვა ქვეყანაში რაღაცა ფორმით ფაშიზმიც არსებობდა. ეს ამერიკაში 60 წლებში ზანგებს არ უხდიდნენ. ძალიან ცოტა დრო რჩება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არის კარგი. თავისუფლების შეზღუდვა არსად არ არის კარგი, არასოდეს არ ყოფილა კარგი. და ის რომ მათ შორის არის შეზღუდული როა სადღაც გერმანიაში სადღაც სიგარეტის მოხმარება გერმანიაში საქართველოს ნაკლებია თქვენ როგორ ფიქრობთ? ერთ სულ მოსახლეში შეგიძლიათ შეადაროთ დაახლოებით 1300 იაგო ღერს ეწევა წელიწადში ერთი ქართველი მოქალაქე საშუალოდ და 1600 ეწევა გერმანიაში. მერაბი რაც არ უნდა სტუმრის სტატუსით მოვიყვანო თავის ჩვევას ვერ გადავადე ჟურნალისტიკას ვაძლევთ. როცა ის ამბობს რომ რესტორანი არის კერძო მოსაკუთრებაზე და მან უნდა გადაწყოს რაც უნდა ქნას. კერძო მოსაკუთრებას აქვს უფლება მე მაგალითად მოწამლული საჭმელი მაჭამოს. ჩემ ჯანმრთელობას მიაყენოს ზიან მაგალითად რაღაც დაავადებული ხორცით გამიკეთოს საჭმელი და მაჭამოს. აქვს ამის უფლება, მისია რესტორანი. მე შემიძლია ამას გაგცი უბრალოდ ამ თემასთან საერთოდ როგორ შეიძლება დავაკავშიროთ არ მე. იგივეა ჯანმრთელობას მე ხორცით დამიზიანებ თუ სიგარეტით რა მნიშვნელობა აქვს? რითი დამიზიანებ ჯანმრთელობას? ორივე აზიანებს ჯანმრთელობას. მაშინ ხომ დამისვი შეგიძლია. ხორი აზიანებს. ძალიან მოკლედ. ერთი შეისარაქვია შემთხვევა არის ისეთი, როდესაც მე მგონია რომ მაჭმევენ ჯანმრთელ ხორცს და ამავდროულად აღმოჩნდა რომ მოწამლული ხორცი მაჭამეს. მეორე შემთხვევა არის, როდესაც მე ვიცი სიგარეტს რომ მოვწევ, ან შევალ ბარში სადაც სიგარეტს ეწევიან, ჩემს ჯანმრთელობაზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს. აბსოლუტურად სხვადასხვა შემთხვევას მეუბნებით. იმ შემთხვევაში, სადაც თქვენ მეუბნებით ხორცის შემთხვევაში რა მოხდება, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა და ობიექტურმა სასამართლომ. ამაზე უკეთესი მსაჯული სოფლიოს ჯერ არ მოუგონია. ასე უბრალოდ ერთი საკითხი მინდა დავამატო რა. მე მიმაჩნია ორივე საკითხი რადგან ეხება ჯანმრთელობას და შენ იცი თუ არ იცი ეს კიდე ერთი საკითხია, მაგრამ ჯანმრთელობას რადგან ეხა სხვის ჯანმრთელობა, შენ როცა შენ ჯანმრთელობას უნებ, ეს შენი უფლება. მაგრამ ერთი კაცი მიუღუთ ამას მინტარნა. სხვის ჯანმრთელობას უნებ, ეს საერთოდ სხვა საკითხია და მეორე საკითხი არის ოფიციანტების თემა, მომსახურე პერსონალის თემა. მე მიმაჩნია რომ დღეს საქართველოში ოფიციანტები მუშაობენ ჯანმრთელობისთვის იმაზე უფრო დამაზიანებელ გარემოში, ვიდრე მაგალითად მაღარუელები. იმიტომ რომ ისინი წარმოიდგინეთ დილიდან საღამომდე. მე შეიძლება წელიწადში ერთხელ მივიდე რესტორანში და შევჭამო წელიწადში ერთხელ ხინკალი და ჩავისუნთქო წელიწადში ერთხელ თამბაქოს კვამლი. ოფიციანტები ყოველ დღე წლების განმავლობაში დილიდან საღამომდე მუშაობენ გვაჭვარტულ ოთახში, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა რომ სიამოვნება მიიღოს რამდენიმე წუთში. ძალიან დიდი ეს არ უნდა დავასრულოთ. ეს არ გულით გასაგებია რომ შრომელთა უფლებები გირჩს არ აინტერესებს.
არა, შრომათმფლობელების მომხმარებლის უფლებები არ აინტერესებს. არა, სხვა რაღაცას ნიშნავს. კი ბატონო, თუ მოიწამლები რესტორანში აღარ შეხო. მოდესაგები, ეს არის ლოგიკა. როდესაც საუბრობენ, რომ კაფეში დასაქმებული ადამიანები სიგარეტის რაღაცა კვამს ისუნთქავენ და შემდეგ მათი შრომით უფლებები და დაუცვათ და სამუშაო პირობები, ჩემი აზრით არის აბსურდი. დავიწყოთ საიდან. პირველი ეს ადამიანები არ არიან მონები. მათ თავისუფალი არჩევანის შედეგად გადაწყვეტეს ამ კაფეში მუშაობა. და მეორე, თუ ვიცავთ კაფეში დასაქმებული ადამიანები, მე რა მომისმინე გაცილებით მძიმე პირობებში მომუშავე ადამიანები მყავს. სოფლებში ადამიანები 24 საათი ყანაში მუშაობენ, ჯანმრთელობის გაცილებით რა შრომის კომისია თავის არასდროს არ აქვს. სოფლებში არ გეუბნები. ამიტომ არის არათანმიმდევრული ვიცავთ ადამიანებს, სადაც ირღვევა შრომის უფლებები, იმას აკონტროლებს შრომის კოდექსი, ხო, მაგალითად მაღაროში ირღვევა თუ ჯანმრთელობის უფლებები, სხვა თემაზე გადავიდეთ. კი, სხვა თემაზე გადავიდეთ და იმ თემაზე ვერ ამოვწურავთ ერთ გადაცემაში. და არის ღირსეული შრომა, გარდა დასაქმების და დასაქმების. არა, დროის პასი ხო ვიცით მე და შენ ოფიციანტს თავაზობ ასეთ არჩევანს, რომ ან იყავი უმუშევარი, ან იმუშავე ის სადაც ჯანმრთელობას დაინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. მაგდონალდში რამდენი ადგილია, ყველა ხო ვერ იმუშავებს. მე რამე ტრეველი იაგო ხუჩე ჩვენი სტუმრები